მოგესალმებით შუადღემშვიდობის. მოგესალმებით შუადღემშვიდობის. კვირის ბოლოა პროტესტის მე-16 დღე და მე მიხარია რომ ყოველდღიურად გადაცემას ვიწყებთ გაზრდილი საპროტესტო მუხტით, გაზრდილი საპროტესტო. გაზრდილი ნაცემი ადამიანები სამწუხაროდ. აუცილებლად უნდა ვახსენოთ კიდევ ერთხელ რომ დაკავებები კიდევ გრძელდება, გუშინაც დააკავეს რამდენიმე ადამიანი. დაკავება არა, უკვე გადავიდა მოტაცებაზე. ხო, მოტაცება, მაგრამ ვატობჟალავა შემთხვევა იყო გუშინაც ვნახეთ და დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ მას შემდეგ რაც დააკავეს, მას ფიზიკურადაც გაუსწორდა მისი ადვოკატი ავრცელებს ამ ინფორმაციას. მოკლედ ეგ გრძელდება. კიდევ ერთხელ მინდა მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოხატო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ახლა იმყოფებიან საპყრობილეში, მათი უმეტესობა ვიცით რომ არის ნაცემი, ოღონდ უკვე ჩვენ გამოვედით იმ ვითარებიდან, როცა ეს უბრალოდ ცემა იყო, ეს არის არაადამიანური მოპყრობა, ღირსების ამყრელი და პრაქტიკულად შეგვიძლია დავაკვალიფიციროთ ეს როგორც ადამიანის წამება. დაკავებულების 80% საუბრობენ იმაზე, რომ მას შემდეგ რაც დააკავეს, მასზე ფიზიკურად იძალადეს. რაც შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება, განსაკუთრებით ჩვენ საზოგადოებაში, სადაც ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს ყველას ერთმანეთთან და ასეთ პატარა ქალაქში თუ შეგვიძლია ამას დავარქვათ, ძალიან რთულია რომ ეს დიდხანს გაგრძელდეს. ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველ დღე ამას მინდა ხაზი გავუსვა, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ არ უნდა გავჩერდეთ და მე მიხარია რომ არავინ არ აპირებს გაჩერებას და დღეს არის მაგის ფანტასტიკური მაგალითი და მინდა რომ წავიკითხო დღეს რამდენი ღონისძიება იგეგმება, ორი უკვე დაწყებულია, მივყვებით ან ყველაზე მაგარი რაც არის, გუშინ იყო მაგის პირველი პრეცედენტი, როდესაც IT სფეროს წარმომადგენლებმა მოაწყვეს მარში და იმდენად მრავალრიცხოვანი იყო, რომ მთლიანად გამზირი გადაიგა და ქალაქი იყო პარალიზებული და სანდრო, სანამ წაიკითხა უკაცრავად, მინდა რომ ერთი პატარა კომენტარი გავაკეთო, რაღაცნაირად დისტანცირდეთ თითქოს და ის შეფასებასავით რომ გავაკეთოთ, აი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების. რაღაცნაირად დღითი დღე იხატება ის სურათი, რომ ქართული საზოგადოება რაღაცნაირად აი ამ პროტესტის ფორმებს როგორ ხვეც, რაღაცა დემოკრატიული გზით მიდის და მეორეს მხრივ ეს რუსული პროპაგანდა, რომელიც ყოველდღიურად უფრო მდორე, უფრო საზიზღარი, უფრო არ ვიცი, ამაზრზენი ხდება. რაღაცნაირად ერთის მხრივ საზოგადოება, რომელიც ევროპულ და დემოკრატიული პროტესტის გზებს გადის და მეორეს მხრივ აბსოლუტურად მდგომარეობიდან გამოსული არალეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც აი მართლა უზნეო მდგომარეობაშია. ამის იქით მე მგონი ამის ქვემოთ უკვე აღარაფერი არ არსებობს. ესეც ძალიან თვალში საცემი არის ალბათ. კი. და ძალიან მიხარია რომ რაღაცა დაიყო ეს ყველაფერი წერტილოვან აქციებად, სადაც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან და საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კულმინაცია ხდება რუსთაველის გამზირზე, სადაც ვიცით რომ ყოველდღიურად 16 დღის განმავლობაში ადამიანები იკრიბებიან საღამოს. 11 საათზე დღეს დაიწყო რესპუბლიკის მოედანზე IT და ტექ სფეროს წარმომადგენლების პროტესტი, 12 საათზე ახლა უკვე დაწყებული არის სტარტაპერების პროტესტი ტექნოპარკში. პირველ საათზე გუშინ ახლა 1 წუთი არის დარჩენილი და შეგვიძლია მოწოდებაც გავაკეთოთ პრინციპში, რომ 1 საათი ყველა ადამიანი წყვეტს მუშაობას სამსახურებიდან და გამოდიან თავის შენობების გარეთ და იქ აპროტესტებენ, რაც ეს ერთგვარი საათიანი გაფიცვა არის და უკვე 1 წუთი არის დარჩენილი და იმედი მაქვს ამას დიდი გამოხმაურება ექნება. ასევე პირველ საათზე სტუდენტების აქცია არის განათლების ხარისხის ეროვნულ ცენტრთან. ასევე პირველ საათზე HR-ების და ტრენერების მარში რესპუბლიკის მოედნიდან. 2 საათზე მუსიკის სფეროს პროტესტი, მსვლელობა კონსერვატორიის შენობიდან კულტურის სამინისტროსკენ. 3-ის ნახევარზე მარკეტერები, PR სპეციალისტები, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები ვაკის პარკიდან პარლამენტისკენ. 5 საათზე ადვოკატები, იურისტები, საქართველოს იურისტების ფირმების ასოციაცია, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან იკრიბებიან. ასევე 5 საათზე ღვინის კომუნის პროტესტი, რომელიც გუშინაც დავაანონსეთ ეკონომიკის სამინისტროსთან. 7 საათზე ელექტრონული მუსიკის სცენისა და საკლუბო კულტურის წარმომადგენლები, მსვლელობა მარჯანიშვილის მოედნიდან პარლამენტისკენ. 8 საათზე ფსიქოლოგების მარში, რესპუბლიკის მოედანი და ბოდიში 7 საათზე არის კიდევ ერთი აქცია საქართველოს პარლამენტთან უკვე 7 საათზე იწყება შეკრება. ასევე 2 საათზე იყო აქ გამოტოვებულია კოალიციის ცვლილებისთვის იკრიბება მერიასთან, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური პარტიების აქტივობაც არის ამ დღეს.
ეს საბოლოოდ კულმინაცია ხდება მე რუსთაველზე და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამდენი სფეროს წარმოადგენელი კიდე ხა გამოტოვებულია რაღაც სამეზობლოებიც იკრიფებიან საკუთარ უბანში და მე მსვლელობას ატყობენ იქ კიდე კატების მოყვარულთა ჯგუფში იწერება მოკლედ არჩევანი ძალიან დიდია მიუხედავად იმ სიმძიმის ამ პროცესში რაც არის და მართლა ძალიან მძიმე რაღაცები ხდება მე ვფიქრობ რომ მაინც კიდე რაღაც ძალას გვაძლევს გარკვეული რაღაცა იუმორიც გაგვაჩნია ამ მიუხედავად ყველაფერს და მე ვფიქრობ ეს მნიშვნელოვანია ოღონდ არ უნდა გადაიზარდოს ეს რაღაცები სხვა ტიპის იუმორში ესეთი ჯანსაღი იუმორი მნიშვნელოვანი და საჭიროა ჯანსაღი იუმორზე გამახსენდა ცოტა ხნის წინ ნახე საოცარი სასამართლოდან ახალგაზრდა ადამიანი რომელიც საპატრიარქოსთან ელოდებოდა სამარშრუტო მანქანას და დაიჭირეს და წაიყვანეს რომ მოკლედ მიიყვანეს გზას კეტავდა და ვერ მიხვდა საერთოდ რატო წაიყვანეს იმიტომ რომ მართლა სამარშრუტო მანქანას ელოდებოდა და მეგონაო რომ გამოწერილი მქონდაო რაღაცა გამოძახებული და ალბათ ჩამომივიდაო რაღაცო და რაღაც უნდა გადმოეცადო მოკლედ ვერ მიხვდა რაშია საქმე რომელიც ადამიანი საპატრიარქოსთან გამოვიდა მანქანას აჩერებდა და აიყვანეს და დაიჭირეს გუში რომ გავრცელდა რომ კატების მოყვარულთა ჯგუფში აქცია გეგმებოდა მე პირიქითა ჯგუფში და ცუგების მოყვარულთა ჯგუფში გაჩნდა ესეთი პროტესტი რომ ჩვენც უნდა გავაკეთოთ რამე დრო გადავიდეთ ჩვენ სტუმრებთან თანაწამყვანთან სალომე მოგესალმებით სალომე დადუნაშვილია დღეს ჩვენი თანაწამყვანი სოფო შამანიდი ყავს სტუმრად რომელიც არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და ლევან ღამბაშვილი ფილოსოფოსი დიდი მადლობა სტუმრობისთვის ძალიან დიდი მადლობა ესეთი ძალიან კარგი ანონსისთვის იმიტომ რომ მართლა აქამდე თუ გქონდათ ხოლმე ადამიანებს ის კითხვა რომ კი მინდა რაღაც გავაპროტესტო მაგრამ აი ვისთან ერთად დავდგე ვისთან და აი ეს არჩევანი უკვე ნამდვილად არის ნებისმიერი ტიპის ჯგუფს შეიძლება ადამიანი შეუერთდეს ოღონდ გქონდეს სურვილი რომ გამოთქვას პროტესტი მაგრამ ეხლა უფრო ცოტა სერიოზულად მინდა რომ ვისაუბროთ იმიტომ რომ ჩვენ არასერიოზულად გონია საუბრობ ხო ცოტათი ის კატების მოყვარულთა ჯგუფში ისეთ სასაცილო კომენტარები იწერებოდა ეხლა აღარ მოვყვები ამას რომ შეგოცხები ხარ მაგ ჯგუფში კი ვარ და ძალიან გავერთე მათე რომ გითხრათ ეს რომ გამახსენდა უცებ კარხასიაძე დავდექი კატოს მოგეხსენებათ ნაძვის ხეები უყვართ და აი ამ თემაზე ძალიან სერიოზული ეს თქვათ მსჯელობა წავიდა ვინ როგორ შეიძლება თავისი ფისო ეს თქვათ გამოიყენოს ამ პროტესტში მაგრამ რომ დავუბრუნდეთ აი ამ გასული დღეების მოვლენებს მე არ მინდა ერთ-ერთი წამი დავაკლო ჩვენს არაჩვეულებრივ სტუმრებს მაგრამ ამ ბოლო დროს ამეკვია და ერთი აზრის ფიქრი რომელიც მომყვება სულ თან მას შემდეგ რაც დაიწყეს ადამიანებმა სახლიდან გასვლა და უკან არ დაბრუნება გაუჩინარება ტაქსში ჩაჯდომა და უცებ სადღაც საერთოდ სხვა ადგილას აღმოჩენა როცა ხვდები რომ ყოველ ღამე ოჯახის წევრები დედები მამები ბებიები ისტერიულად საათობის განმავლობაში ეძებენ ბავშვებს, დასრულებს, თინეიჯერებს ძალიან ახალგაზრდებს, არც თუ ახალგაზრდებს, შემდგარ პროფესიონალებს, ექიმებს, იურისტებს, არქიტექტორებს, რომლებიც უბრალოდ სადღაც ქრებიან ქუჩიდან. და აი ამ მოვლენებმა გამიღვიძა ეს ფიქრი, რომ ნეტავ როგორ გრძნობდნენ თავს ადამიანები 30-იან წლებში. მე არ მინდა, რომ ეს მოვლენები დღევანდელი პირდაპირ შევადარო 37 წელს ერთმა გვაშოროს ეს უბედურება, მაგრამ აი ეს შეგრძნება ტერორის დასაწყისის განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჩუმად არის და ჯერ ვერ გადაუწყვეტია საერთოდ რა ხდება მის გარშემო და მის ქვეყანაში. ნუ თუ მაშინ აი იმ ადამიანებს, ვინც იყო ჩუმად, შეიძლება არ წერდა ეგრეთ წოდებულ ანონიმკებს და არ ასმენდა თავის მეზობელს, მაგრამ აი ვინც უბრალოდ ჩუმად იყო, ნეტა თუ ჰქონდათ მათ მოახლოვებული უზარმაზარი სიბნელის წინადგრძნობა. ხვდებოდნენ თუ არა რამდენი წლის განმავლობაში, რამდენ თაობას ემუქრებოდა ეს სიბნელე, თუნდაც იმით, რომ აი ისინი იმ წუთში იყვნენ ჩუმად და არაფერს არ აკეთებდნენ, ან შეიძლება ვერ აკეთებდნენ, არ ვიცი, ახლა ძალიან რთული ამაზე მსჯელობა, მაგრამ ბევრი რამ დღეს ჩემთვის გახდა უფრო ნათელი, რაც არ მესმოდა რეპრესიების პერიოდიდან, აი როგორ არის შესაძლებელი და მივხვდი რომ აი ასე, მაგრამ აი ეს აზრი სულ თან დამდეს და თან ვარწმუნებ საკუთარ თავს, რომ ასეთი რამ არ შეიძლება გამეორდეს, იმიტომ რომ მაინც საინფორმაციო გახსნილობა, რაც არის იგივე სოციალური ქსელი, იგივე
თუნდაც ტელევიზია გვაძლევს იმის იმედს, რომ აი ეს მაგალითები ერთი ადამიანის გმირობის, ერთი ადამიანის სწორი საქციელის უფრო მეტად არის შეიძლება გადამდები და შთამაგონებელი, ვიდრე რაღაცა ძალიან დიდი აქცია. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვხედავ, მაგრამ როგორც ვხედავთ ეს სცენარი რუსული, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ სულ ვიმეორებთ, იმიტომ რომ რა ვქნათ, ასე გავითარდა იქაც ეს ამბავი და რაღაცა მომენტში მიადგნენ ტელევიზიებს და როდესაც ძალიან დიდი რუსული არხი NTV დაიხურა. იყო ესეთი შეგრძნება, რომ კი ძალიან ცუდია, მაგრამ არაუშავს სხვა არხებიც არის რაღაცა ყველა წყარო არსებობს, ახლა ჩვენ ახალ არხს გავხსნით, კიდევ რაღაცა იქნება და ეს შეგრძნება იმის, რომ პრინციპში ამით არ დაინგრა სამყარო, იყო აშკარად საზოგადოებაში, მაგრამ როგორც არ ვიცი, დრომ გვაჩვენა, გავიდა არ თუ ისე ბევრი წელი და დიახაც დაინგრა სამყარო პირდაპირ მნიშვნელობით. მე არ მინდა რომ მხოლოდ მთავარ არხზე ვილაპარაკოთ, არავითარ შემთხვევაში. აი უბრალოდ ავიღოთ აი ეს გაყენებული მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება საინფორმაციო წყაროების დახშობამ დაახშოს თავად პროტესტიც. თუ შეიძლება რომ ეს მოხდეს, არ ვიცი, აი სანამ დაიწყებთ ბოდიშს ვიხდი 1 წუთი, 2-6 წუთია, კიდევ ერთხელ მინდა მოწოდება გავაკეთო სანამ, იმიტომ რომ თუ ვინმე ახლა გვიყურებს სამსახურში, ხართ ოფისში ან ნებისმიერ თქვენ სამუშაო გარემოში, ყველს ქალაქში და ქვეყანაში იწყება 1 საათიანი გაფიცვა და მეგობრებთან ერთად, თანამშრომლებთან ერთად შეგვიძლიათ გახვიდეთ თქვენი შენობის გარე და დააფიქსიროთ თქვენი პროტესტი და შეუერთეთ ამ გაფიცვას. ბოდიში შეგაწყვეტინეთ. არ ვიცი, სოფო თუ ხო, რა ვიცი, მადლობა მოწვევისთვის. ხო, შენ სალომე NTV ახსენე და გვახსოვს ყველა ჩვენის დრო, მაგრამ ახლა სხვა დროა. ახლა სხვა დროა და რასაკვირველია ნებისმიერ კრიტიკულად განწყობილ ან ობიექტურ ტელევიზიის არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და ვიტყვი მე აბუხსნი ქართული ოცნების მომხმარებელს რატომ არის ეს აუცილებელი, მაგრამ ახლა ის დრო აღარ არის. ახლა ხომ რა ხდება? ახლა ხო ნებისმიერი ჩვენგანი ვართ საინფორმაციო წყარო. ნებისმიერი მოქალაქე არის იმავდროულად ჟურნალისტი და აი ამ აქციების დროს, მით უმეტეს დაკავებების დროს ეს ძალიან კარგად გამოჩნდა, იმიტომ რომ აი სწორედ ესეთი აქტიური მოქალაქეების მეშვეობით, ვინც იღებდა და ვინც ესე იგი ლაივში, როგორც ამბობენ, ესე პირდაპირ ეთერში გადიოდა, ჩვენ ესე იგი ბევრი რამ გავიგეთ იმ სისასტიკის დავინახეთ ჩვენი თვალებით ის სისასტიკე, როგორც ექცევა რეჟიმი მოქალაქეებს, ვნახეთ ჩვენი თვალით როგორ იწაცებენ მოქალაქეებს და ნუ რა ვიცი, ბევრი რამ, მაგრამ მე მინდა ვუთხრა მივმართო ქართული ოცნების მომხრეებს. იცით რა, უნდა დაფიქრდნენ, მე მგონი რაზე, რომ აი ახლა ჩამოთვალა სანდრომ დღეს რამდენი გაფიცვა. ხო ელემენტარულად ქუჩაში დღეს თუ ისინი გავლენ, აუცილებლად რომელიმე აქცია, უბრალოდ რომელიმე აქციის მონაწილე გახდებიან მათ და უნებურად, ხო? იმიტომ რომ ხო ყველგან რაღაც აქცია, ყველა უბანში, უბნის მიხედვით, პროფესიების მიხედვით, თუ რა ვიცი, 1000 სხვა იმის მიხედვით, ხო? დაფიქრდნენ, რატომ არის ამდენი ადამიანი, ამდენი ხანი ქუჩაში? რატომ ვართ ახლა მედალევანი აქ და არ ვართ აუდიტორიებში? რატომ არის ის მსახიობები, ძვირფასო მეგობრებო, რომლებიც თქვენ გიყვართ, რომლების სპექტაკლებზეც დადიხართ და რა ვიცი, მე Facebook-ზე წერთ, რა კარგი სპექტაკლი იყო. რატომ არიან ეს მსახიობები, რეჟისორები გარეთ? რატომ ვეღარ დადიხართ თეატრებში, ხო? რატომ აპროტესტებენ ექიმები, თქვენი მკურნალი ექიმები, ვისაც თქვენ საკუთარ ჯანმრთელობას ანდობთ და ის ექიმი დღეს ქუჩაშია. ხომ არ უნდა დაფიქრდეთ, რომ იქნება რაღაცა ქუჩაში თუ არის და არა სადმეცი ხეში, ეს უკვე კარგია. უარესი. იქნება რაღაც გეშლებათ, იმიტომ რომ აი ახლა ბოლო აი ამ კი ვთქვათ ჩვენ ყველანი ვართ არანორმალურები და რაღაც
ესე იგი, არ ვიცი, მიკერძოებულები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დაფიქრდით, რა გააკეთა არალეგიტიმურმა ივანიშვილის, ესე იგი, პარლამენტმა ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში როგორი კანონები მიიღო და როგორი სისწრაფით ამყარებს დიქტატურას. ეს არის კანონი, ესე იგი, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ, სადაც უკვე მართლა თეთრი ფურცლით ვეღარ გახვალ, ისე გაზა, ისე აკრძალეს ყველაფერი. მათ შორის სახის დაფარვა იქნება ეს თუ რა ვიცი, ისიც გუშინ აქციაზე ხალებს რო ყიდიან იქ რაღაცას, ესე იგი ლაზერიც კი წაურთმევიათ ამ. ასევე ფეიერვერკებისთვის უკვე ყველაფერი ლიცენზირებულ გამყიდველებს ექნება საშუალება ამის გაყიდვის. ესე იგი ეს აქციებზე ხო, ესე იგი აღარ შეგვიძლია არაფრის გაპროტესტება. როგორ ემზადებიან ადგილობრივი არჩევნებისთვის დააბრუნეს მაჟორიტარული სისტემა და ესე იგი ისე ეს თავის ფეოდალებით უნდათ რომ ესე იგი მთლიანად ესე იგი ეს ყველა მთლიანად საქართველოს ესე იგი იყოს მათ ხელში რომ არც ერთ წალენჯიხის მომენტიც კი არ გაეპაროთ ხო ერთი კიდე რაღაცა კანონები მიიღეს ახლა აღარ მახსოვს და ეს რას ნიშნავს მშობლების პასუხისგებლობის შეძლოვანი და ეს რას ნიშნავს ძვირფასო მეგობრებო რომ ხვალ ნუ ტელევიზიებს მიადგნენ და განათლების სისტემაში ხვალ ზეთის ფასი რომ კიდევ გაიზრდება და აი თქვენ რომ მოგინდებათ ამის გაპროტესტება თქვენ ვეღარ გააპროტესტებთ თქვენ როდესაც რაღაც არ მოგეწონებათ ქართული ოცნების მომხრეებზე მაქვს ახლა საუბარი და როდესაც თქვენ მოგინდებათ ქუჩაში გამოსვლა თქვენ დაგიჭერენ იმიტომ რომ თქვენ აღარ გექნებათ გაპროტესტების უფლება ამიტომ რა ვიცი დაფიქრდით ახლა ჩვენ მართლა სულ რო ავორთქლდეთ დღეს ხო ვის მიადგებია ისევ თქვენ მოგადგებიან ამიტომ და ეს უკვე ჩანს იმიტომ რომ მე ძალიან კარგად ვიცი რომ უკვე თქვენი ნათესავები გაილახნენ თქვენი ნათესავები არიან ციხეებში აბსოლუტურად რა ვიცი ხა ანდრო ჭიჭინაძე ხო ნახეთ როგორ შეუკერეს ანდრო ჭიჭინაძეს საქმე ძალიან მარტივია აი თქვენ მომავალში როდესაც რომელიმე არ ვიცი ჩინოვნიკ შეიძლება არ მოეწონოთ თქვენც იგივე გელით ამიტომ რა ვიცი ცოტა მეტი რა ვიცი ხა როგორ ნუ თუ ესეთი რა ვიცი ასეთი გულუბრყვილოები ხართ რომ ჯერავთ პროპაგანდის რომ მე ხა ბავშვს ბიჭს გაუშვებ საბავშვო ბაღში და ის მერე იქიდან რა ვიცი მობრუნდება კაბაში ნუ აი ასე როგორ დაეცით არ ვიცი მართლა დაფიქრდით და რა ვიცი მე ვფიქრობ რომ აი დღეს კარგი შესაძლებლობაა რომ შემოუერთდეთ თქვენს აქციებს ლევან ფილოსოფოში მithumet ესეთი კარგი რამ არის რომ არ არის კაიად ცუდი არა კარგი ესე წერე რომ დაანებეთ ამ პროფესიის შელახვას თავიო და არა დაბრალებას დაანებეთ თავი რომ ხარ ფილოსოფოსები წავიკითხე მას და ძალიან ხო ანუ სინამდვილეში რა პროცესიც მიდის ახლა იმედზე ვსაუბრობთ რომ რა იმედი შეიძლება გქონდეს და რაღაცნაირად რას პროცესაც რაც უყურებთ იმედი აღარ გვაქვს და ეგ არის ძალიან კარგი სამწუხაროდ ამ ფაზაში სისტემასთან ბრძოლის იმედის არ ქონა უკეთესი არის იმიტომ რომ აქამდე როცა რაღაცაზე ვიყურებოდით რომ თქვა ვიღაც რაღაცას გააკეთებს ხო თქვა აი დასავლეთის სანქციებს გააკეთებს უყურებთ ჩვენ საქმეს მაინც ვაკეთებთ ხო იქ ვამბობთ რომ ეს საჯარო მოხელეები ხა გაიფიცებიან არ იფიცებიან IT იფიცება ხო ანუ არ ვეძებთ რაღაცა წერტილებს საიდან უნდა გამოანათოს იმედმა არამედ თქვით რომ არ არის რა ვიდგებით ქუჩაში ესე ვდგევართ სინამდვილეში ყოველ საღამოს იქ რომ მიდივართ ხოლმე არც ვიცით რა შეიძლება მოხდეს ხო ანუ არ ვიცით თუ აი დღეს რახან შევიკრიბ ადრე აქციები რო ტარდებოდა ხოლმე თუ გახსოვთ სანამ ოპოზიციის მართული იყო და ოპოზიცია მართავდა ამ აქციებს წარსულს 12 წლის გამოცდილებას გეუბნებით სულ იყო ხოლმე რომ აი 4 შაბათს აი რაღაცა მოხდება და აი ჩვენ 5 შაბათს ამას არ დაუშვებთ და აი თუ შევიკრიბებით მე სისტემა ჩამოიშლება 27-ში რაღაცა ესეთი ლოზუნგები იყო ხოლმე და დღეს ამის განსტარავის არ გვაქვს რომ ხვალზე გრამე შეიძლება ვიცით რომ უბრალოდ ის უნდა ვაკეთოთ რაც ვაკეთებ და ეს უიმედობა არ არის ნეგატიური უიმედობა სინამდვილეში ძალიან პოზიტიური რამე არის იმიტომ რომ ეგ გვაძლევს საშუალებას რომ რეალური იმედი ანუ რაღაცა ზღვარი გადალახულია ხო ეგ ზღვარი გადალახულია ჩვენ აღარ მოველით ახლა ჩვენ მიმართავდი იმას ხო მოცნების ამორჩევლებს დიდი ნაწილი აღარ მიმართავს უკვე აღარავის რა იმიტომ რომ იმ ზღვარზე ვართ რომლის ეკითაც უკვე ყველანი ხვდებით რომ არგუმენტის ძალა აღარ აქვს რა იმიტომ რომ ეგ ხალხი მიუახლოვდა წერტილს, როდესაც იდეოლოგიამ აბსოლუტურად შეჭამა მათი ცხოვრება, ადამიანობა პირდაპირ უნდა ვთქვათ, იმიტომ რომ ამ პერიოდში რაც უყურებ ადამიანებმა უარყვეს საკუთარი შვილები. პირდაპირ გაგებით რა, ანუ ვიცი მაგალითები, როდესაც რა ვიცი, მშობელმა დაწყევლა თავისი საკუთარი შვილი, მაგალითად ერთ-ერთი თქვენი კოლეგა რაღაც კოლეგა, მაგრამ ტელევიზიის თანამშრომელმა ან
ვიცი, თქვათ, მამა, რომელმაც საჯაროდ თქვა, რომ არ ვიცი, ორი შვილი ბიჭი მეყოლება და ეგოგო აღარ არის ჩემი შვილი და ასე შემდეგ. ანუ ლევან, უკაცრავად შეგაწყვეტინებთ, აი, როდესაც ამბობთ, რომ არგუმენტს ძალა არ აქვს, მე მესმის, რომ მართლა არგუმენტს ძალა არ აქვს, მაგრამ მეორეს მხრივ მე ჩემ თავს ვუსვამ ხოლმე შეკითხვას, რა ვქნათ, როდესაც ის ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან და ამ რეალობის წინაშე დავდექით. აი, ნუ თუ არაფერი არგუმენტი არ არსებობს, ნუ თუ არ არსებობს რამეს გზა, მე არ ვამბობ, რომ ვიღაცა გადმოვიდეს აქეთ მხარეს ან აი ზოგადად ეს ადამიანები არსებობენ, ის ადამიანები არიან ჩვენი საზოგადოების ნაწილი. რა ვქნათ? სანამ ერთ რაღაცას დავამატებ, ძალიან ბევრი ადამიანი დაფიქრდა ამ პროცესში, ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში და ხმამაღლა გააკეთა განცხადება, რომ ეს უკვე მიუღებელია. ანუ მე ჩემი აქ არგუმენტები იმდენად საჭიროა, რამდენადაც 2 წუთი თუ ჩართავ ტელევიზორს ან რუსთაველის გამზირზე გაივლი, არგუმენტების მეტი, ანუ აღარც გჭირდება. ძალიან ბევრი ადამიანი, რასაც შენ ამბობ, ამის და მიუხედავად ვიძახი, მოცემულობაზე ვამბობ მე. აი, არსებობს ეს რეალობა. ზუსტად ვიცით, ვინაიდან ეგენი, ანუ ქართული ოცნება რაღაც სახელმწიფო მიდის და არავის არ არის ეს დასამალიან. ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ რეაქციაში, რომ რაღაცას როგორ მოიფიქრა კობახიძემ რაღაცა, ანუ ვინახე მაჭარაშვილი დღეს უცებ რაღაცა ფსევდო ოპოზიცია გააკეთა დღეს მაგალითად. და არაფერი მაგათ მოფიქრებული არ არის რა, ანუ საუკუნეებით დაგროვილი რაღაცა ძალადობრივი სისტემის მექანიზმებს იყენებენ და აქტიურებენ, ხო? ერთ-ერთი მათი ამოცანა არის ადამიანებს შორის კავშირების დაშლა. ჩვენ სხვა დროზე ვსაუბრობთ, სხვა დროს გარდა სხვა საზოგადოება არის რა. მაგალითად, აი ბელორუსი არ ვართ, ან თქვათ არ ვართ რუსეთი. ამ ქვეყნებს არ აქვს დემოკრატიული ცხოვრების გამოცდილება, როგორც სახელმწიფოებს. არ აქვს უბრალოდ ესეთი რამე. ჩვენთვის დემოკრატიულობა იდენტობის ნაწილი არის, ხო? ჩვენთვის განმანათლებლობა არის იდენტობის ნაწილი, თერგდალეულებს ვერ ამოგლიჯავს საქართველოს ისტორიიდან. ჩვენთვის წინააღმდეგობის გაწევა სისტემისთვის არის იდენტობის ნაწილი, თავის დათათუთაშყიებით და ფირალებით და ასე შემდეგ. ხო, ამიტომ ეს თქვათ მაგას რო თავი დავანებოთ, არის კიდე ერთი ნიუანსი, რა ჩვენთვის ოჯახური ლოიალობა ბევრ რამეს ნიშნავს და მეგობრული ლოიალობა და ესეთი კავშირების ჩახსნა, ჩვენ თუ გახსოვთ შოკის მომგვრელი იყო უკრაინის ომში, როდესაც შვილები ურეკავდნენ დედებს და ეუბნებოდნენ, რომ აი დამიჭირეს ტყვეთვარ და ისინი იქიდან ან სისტემის ეშინოდათ და უარყოფდნენ საკუთარ შვილებს, ან ეუბნებოდნენ, რომ ცოცხალი რო ხარ, ხა კომპენსაცია არ წამართონ, ხო? ანუ მათთვის ეს ოჯახური რაღაცა ბირთვი არ არსებობს, ხო? და ჩვენთვის არის მაგალითად ახლა დღეს ჭიჭინაძის შემთხვევა ვახსენეთ და თორსტები მსახიობების იმაზე არის ახლა ქალბატონი კეთი თოლიძე არის მისული ხო რომელიც გიორგი ნაკაშიძის პროცესია 11 საათზე არის იყო გიორგი ნაკაშიძის აი როგორ შეიძლება ეგ არ დავინახო და არ დაუფასოთ ქალბატონ კეთის რომ აი როგორც კი აიზღვარი დადგა როცა სისტემა გეუბნება რომ ან ოჯახი და ახლობლები ან შენი პროფესიული თქვა წრეები ან ჩვენ სისტემა თავისი შიშველი ძალადობით მან სწორი არჩევანი გააკეთა და ჩვენ თუ რამე უნდა ვქნათ სამწუხაროდ და ამ შემთხვევაში ირმასოხაძის განცხადებაც ნახეთ არაერთი და მაგას უყურებთ სინამდვილეში ჩვენ რომ ჩვენი ქმედება ანუ არგუმენტირებული არ არის ჩვენი ქმედება არის თავად ის რაც უქმედებას იწევს ანუ ჩვენ ვართ არგუმენტი ჩვენი იქ დგომა არის არგუმენტი სამწუხაროდ ჩვენი იქ ჩაგვრა არის არგუმენტი და ეს არის მთელი არსი ანუ როცა მშვიდობიან პროტესტებს საუბრობთ სამწუხაროდ ყველანი უნდა დაგვიჭირონ რომ ვიღაცას გული აერიოს საკუთარ დუმილზე აი ამაზე არის საუბარი ის კი არა რომ მე უთხრა ვიცი რა რო იჭერენ ეს კარგია თუ ცუდი ან დღეს რო ჩვენ დაგვიჭერ ხვალ ხო შენ დაგიჭერენ ამას ყველა კარგად ხვდება ისედაც რა უბრალოდ არჩევანია გაკეთებული რაღაცები ვერ დაინახონ მაგრამ რაღაცა ეტაპის მერე აი ეს ხილვადობა ძალადობის ხილვადობა თორსა აი მაგალითად 9 აპრილიზე წარმოვიდგინოთ 9 აპრილი არ მომხდარიყო მე მსხვერპლზე თუნდაც ქართული ოცნების წევრები საუბრობენ ხოლმე დაკნინებით რომ აინც ინგრეოდა საბჭოთა კავშირი. ჩვენ მოუგეთ კომუნისტებს არჩევნებით, როდესაც შევეჭიდეთ, ხო? მაგრამ არჩევნებზე მოიგებდით თუ არა 9 აპრილი რო არ ყოფილიყო, ეს არის საკითხავი. იმიტომ რომ ეხლა რასაც უყურებ, ქართული ოცნების ბევრ ამორჩეულს არ ვარ დარწმუნებული, რომ კომუნისტებს არ მიცემდნენ ისევ აი ეს ხალხი ხმას რა. უბრალოდ 9 აპრილმა აი გულისრევა რო ვახსენე, აი ეგ გააკეთა, რომ უკვე თქვა, რომ ოკეი, აი ეს სისტემა უკვე არის იმის მიღმა, რომელსაც მე შემიძლია მდუმარეთ მხარი დაუჭირო რა. თორე ბევრს არენდომებოდა და ვიცით რომ არენდომებოდა, იმიტომ რომ ცოტა ხანში მე სამოქალაქო ომის დაიწყო ამ დაპირისპირებაზე, ხო? და შესაბამისად აი სამწუხაროდ აი 9 აპრილის მსხვერპლი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მსხვერპლი, აი რა ვიცი, უილიამ ვოლასის ფილმი რო გავიხსენოთ, რომელიც არის ერთ-ერთი ალბათ ესეთი, ხო? ცენტრალური თავისუფლებისთვის ბრძოლაზე ის, როდესაც მიდის რომ ტყვედ ჩავარდეს, თავის მეგობარს ეუბნება, რომ სხვა გზა აღარ აქვს. ანუ რა თუ ეგ არის გზა რომ მე მსხვერპლი უნდა გავხდე მეც არ მინდა სიკვდილი მაგრამ ალბათ ეს არის ერთადერთი გზა და მართლაც ეგრე ხდება და საბოლოო ჯამში შოტლანდია იმარჯვებს ხო ანუ როცა ვამბობ უიმედობაზე ჩვენ აი ეგ უიმედობა უნდა და უკვე დაძლეული გვაქვს როდესაც მე ვიცნობ ხალხს რომელიც ოჯახში ერთმანეთს გამოიმშტობენ უკვე და უთხრეს რომ აი მე რო დამიჭირონ შენ არაფერი გააგზელე ისაც საკეთებ ქუჩაში დადექი რა ანუ ვართ მართლა არც 37-ს და არც სხვა წელს შევადარებთ ვართ აი რა ვიცი რაც კი ოდესმე აღწერილა წინააღმდეგობის მოძრაობები და ბრძოლები მაგ პიკში ვართ მაგ
იმის ხო წერტილში და შესაბამისად ეხა აი ჩვენი ქმედება და უკუქმედება არის ის რაც გვამოძრავებს და რისი მიღწევაც გვინდა ეხლა ეს აქციები და გაფიცვები რომ არის ეს უბრალოდ ყველა ადამიანის დუმილს ხდის უფრო ხმამაღალს ეს არის ამოცანა ჩვენ იმიტომ კი არ გავდივართ ქუჩაში რომ რაღაცა მივახციოთ ხო დავაფიქროთ და მე რასაც ვიტყვით აქციაზე იმით მივაწვდინოთ ვინმეს რამე ხმა არამედ თქვათ რომ აი შენ რო ამბობ რომ აი ეხა ვინ გამოდის ქუჩაში აი გაჩვენებ რა აი აიტი ხალხი გინდა და აიტი ხარ და ჩუმად ხარ აგერ აიტი ხალხისგან მსახიობი ხარ და ამბობ რომ რავი სპექტაკლები გრძელდება აღარ გრძელდება აგერ ხალხი უკვე ქუჩაშია და ეს არის ის ქმედება რომელიც მე უკუქმედებს ასეთი რამ არც მომხდარა ეხლა რომ თუ გავიხსენებთ უახლეს ისტორიას აი 9 აპრილი ახსენეთ აი ეს რაღაცა ახალი კოლექტიური იდენტობა შეიქმნა თითქოს რაც მე პირადად მაძლევს იმის ფიქრის საშუალებას რომ მართლა გავიმარჯვებთ იმიტომ რომ ასეთი რამ ვფიქრობ რომ მანამდე არ ყოფილა ბევრი ისეთი რაღაც ხდება რაც უბრალოდ თვალსაც ვერ ვადენობთ ყველა იმიტომ რომ მართლა ისეთი ტიპის ხარდაჭერები არის მაგალითად გუშინ შეხვდა ბილეთები ჯისედო რომ ბილეთები გაიყიდება ყველა სპექტაკლზე რომელიც გაუქმდა და ამით დავეხმარებით თეატრალურ საზოგადოებას პირველები იყვნენ შემიძლია ხმამაღლა და თამამაღლა ეს ევროპულ ღირებულებებს რასაც ეძახით პატარ-პატარა აი ესეთი ამ ადამიანების ხარდასაჭერად ისინი გაყიდებდნენ უკრაინის ომი რო უკრაინაში ომი დაიწყო გახსოვთ მაშინ დაიწყო Airbnb-ზე დავიწყეთ ბინების ქირაობა ხარკოვში მაგალითად ეგ ბევრ რაღაცას ვრიცხავდით ფულს თქვათ ისეთ ვყიდულობდით ბილეთებს ანუ სოლიდარული პროტესტი არის რომელიც ფაქტია ხა მარიუპოლის თეატრა ძალიან ყოველთვის ხო ეს როგორ ჩანს ეს დაიბადა მე ვფიქრობ რომ ეს ახლა გაჩნდა და რაღაცა ეს უფრო და უფრო ფართო და გაფართოვდება და აი ამის იმედი მაქვს მე პირადად რომ რაც ვერ გათვალეს ალბათ რა ყველაზე მეტად რუსეთმა რაც ვერ გათვალა არის ზუსტად ხალხი რა ანუ ინსტრუქცია ერთი იყო ბელორუსის შემთხვევაში და აქაც მაგრამ ხალხი იყო სხვა ანუ ის ცვლადი რომელმაც ააყირავა მთელი სცენარი არის ქართველი ხალხი რომელიც შეუმჩნეველია თუ შენ ამ ხალხში არ ცხოვრობ და ქართული ოცნების წევრები დიდი ხანი ხალხში აღარ ცხოვრობენ ისინი რესტორნებში არ დადიან კაფეებში არ დადიან კურორტებზე არ დადიან დაცვით ის როდესაც იციან რომ მხოლოდ თვითონ არიან ხო რაღაც საკუთარი ბიზნესმენების რესტორნებში და ამბავში ანუ ქუჩაში გასვლაზე საერთოდ აღარ ვსაუბრობ მე უბრალოდ ვამბობ სხვა საჯარო სივრცეებზე ხო და ერთი ნიუანსი არის რა რაც მაფიქრებს ხოლმე ჩემთვის აი როცა ფიქრობდი საზოგადოების ცვლილებას სად მოხდა სანამ ეს ამბები დაიწყებოდა რაღაც 2 წელია უკვე ვამჩნევ რომ მანქანაზე როცა ვინმეს უთმობ და ატარებ ციმციმას რთავს ხოლმე მადლობის ნიშნად რა აბსოლუტურად ეხა ჩემი სადაც მოდივარ ხო 93-ში დაბადებული ადამიანისთვის აი მადლობა რაზე საუბრობთ მაგრამ პატარა დეტალი იყო რომელიც შევამჩნიე არავის არ უთქვამს არავის არ გაურცელებია სადმე არ ეწერა რომ ხალხო როცა დაგითმობ მადლობა უთხარი რა ეს სოლიდარობაზე როცა საუბრობ საიდან გაჩნდა ეს სოლიდარობა სინამდვილეში ჩვენ ეგეთი ხალხი ვართ უკვე ბოლო პერიოდია რა ჩვენ უკვე ერთმანეთს ხედავთ ვაფასებთ მადლობა ან თეატრში დავდივართ საერთოდ ან ჩემი თაობა არ დადიოდა სულ 3 სპექტაკლი იდგმებოდა ხოლმე და გადატენილი მაგრამ რაოდენობრივად რო შევადაროთ ხომ თქვა აი რასაც ვეზიარეთ ხო წიგნები რამდენი წიგნი იყიდება დღეს და რამდენი ვითარგმნება და ხო თან დღეს გამოცემული ანუ შარშან გამოცემული დღეს უკვე თბილისშია და არის მოდით აი ეს თქვა აი პროპაგანდის ძალაზეც ვილაპარაკოთ რა იმიტომ რომ აი იგივე ხა გამახსენდა ეს არაჩვეულებრივი გავიფიცე რომელიც იყო შესანიშნავი ძალიან პოპულარული ინჭიერესი მსახიობები რომელიც მართლა შეუძლებელია ამ საზოგადოებაში ცხოვრობდნენ რამე გაინტერესებდეს საერთოდ შეიძლება არ გაინტერესებდეს თეატრი არ დადიოდე თეატრში მაგრამ აი სერიალს უყურებდე რეკლამას გქონდეს ნანახი არ ვიცი აი რაღაცა საერთოდ შეუძლებელია რომ არ ნახო ეს ადამიანი და ალბათ დიდი ალბათობით მოგეწონოს იმიტომ რომ ძალიან კარგები არიან ინჭიერები არიან და რომ დაიწყო ეს გავიფიცე ერთ-ერთი ესეთი მწარე კომენტარები საერთოდ ვინ არის ეს არც ვიცი ვინ არის საერთოდ უნდა ვიცოდე ვინ არის გასაგებია რომ ხანდახან ესეთი კომენტარი უფრო მეტად მეტყველებს ავტორზე ვიდრე უშუალოდ ადამიანზე ვისაც ეძღვნება გავიგეთ მაგრამ ესეც ხომ აი ამ მანქანის ნაწილია როდესაც შენ ყველა ძალით ყველანაირად ცდილობენ რომ შენი ენთუზიაზმი შენი თუნდაც სწორი ნაბიჯი დააკნინონ გააბაიბურონ უმნიშვნელო და მოაჩვენონ თუნდაც ხმებს რაც არ უნდა შენ თვითონ დარწმუნებული იყო შენ თავში და შენი ნაბიჯის სისწორეში აი გარშემო
ვიღაცა სხვა ადამიანები შემოვლენ და ნახავენ რომ არ ყოფილა ესეთი ცნობილი თუ აი რაღა ეგ ასე ფიქრებენ გუშინ ქართული ოცნების ფეიჯზე იყო თუ არსდების სკრინი იყო კომენტარის რომ ყველა ცნობადი სახე თითქმის ამათხარესა და რატომ ხდება ეს რა ვქნათო ვიღაცა არა ხო ჩამოთვალა აი მამათმა პროპაგანდა ეგ ლაშანაცვიშვილის სტატუსი ვიღაც კიდე თქვა შათირიშვილი და კიდე აღარ თქვა სამი და მეტი ვერ წავიდა და შეხოდა კვარცხელი რატო გადაწყვეტს არ ეკუთვნოდა მაქსიმს ნამდვილად არ ეკუთვნოდა მაქსიაში ყოფნა ხოლმე ზაზაშათიშვილი ჩემი ლექტორი იყო და ეკუთვნოდა კი უბრალოდ აი ესეც ხო რა მეტყოლებს იმაზე ხო რამდენად ყველგან არის ეს პროპაგანდა ძალიან აქტიურად ჩართული და მოდით მის ძალასაც ნუ უგუელყოფს რაღაცა მაინც სალომე ამ შემთხვევაში მე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე თუ ვისაუბრებთ მე მგონია რომ ეხლა ვის მიმართაც იყო ეს ნათქვამი ის არის ეს უფრო მაგალითი იყო ვიდრე ზოგადად ხალი რომელსაც ეხლა რასაკვირველია ვერაფერი და ვერავინ ვერ გააჩერებს განსაკუთრებით ახლა ასეთი რაღაც დაბალი დონის ის მაგრამ მე ვფიქრობ ეს უფრო არის თვით თერაპია და იმ ადამიანებისგან რომლებიც ასე იგი ქართული ოცნების ხარდამჭერები არიან და რომლებიც არ არიან ჩართულები ამ პროცესში ხო მაგრამ რომლებიც ნამდვილად ხედავენ მეგობრებო არ იფიქროთ რომ მარტო უყურებენ იმედს და არ იციან რა ხდება მათ ძალიან კარგად იციან რა ხდება იმიტომ რომ მართლა კორპუსი არ არის დარჩენილი სადაც ერთი ნაცემი მაინც არ არის ხო ესე არა ეს არის მაგაზე მეტყოლებს რეიტინგები სოფო როგორც რაღაც ხდება ქვეყანაში კრიტიკული მედიების რეიტინგი ადის ძალიან მაღლა ყურებადობას უნდა რომ გაიგეს სინამდვილეში რა რასაკვირველია ბუნებრივია ამიტომ მათ ეს იციან მაგრამ აი ბოლომდე მიყავთ აი იმიტომ დავეთანხმები ლევანს რომ აი ცდილობენ რაღაცა თვით საკუთარი თავი დაარწმუნონ რომ ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის ხო ეს ახლა შირდებათ მათ იმიტომ რომ იციან რომ ძალიან ახლოს არიან ზღვართან მე ვფიქრობ რომ უკვე დიდი ხანია ეს ზღვარი გადაილახა მაგრამ ნუ ხა ყველას ხო თავისი მორალი აქვს თავის ვთქვათ სოფხედრობა აქვს ამიტომ მე ვფიქრობ აი ესენი მოდიან ძალიან ახლოს ზღვართან და მართლა ერთი ნაბიჯია რომ არ თქვას აი თუნდაც აი იმ კონკრეტულ ადამიანმა რომ ხო მეტი აღარ შეიძლება და უბრალოდ აი თავის საკუთარ თავს აი ადამიანებს ამშვიდებენ რომ აი ძალიან საინტერესო ერთი არაჩვეულებრივი გოგოა რომელიც მიყვარს მეძახი და ერთი პოსტი დავწერე რომ მოგეხსენებათ ახლა ძალიან ბევრი ძაღლი დარბის რუსთაველზე და სულ გვეშინია რომ ეს ძაღლები როცა ამ გას ისვრიან რახან ახლოს არიან მიწასთან თან ხო არის საშიშროება რომ მოიწამლონ და აი ეს პოსტი დავწერე რომ მეთქე ეგება ცოტა ხანი ბოდიშვილი სოფო მიკროფონი და მოგაწოდა იმიტომ რომ გაფუჭდა საიდან დავიწყო ლაპარაკი? გააგრძელა შეკითხვა, კაცრავად. ხო და ძალიან ბევრი ძაღლი დარბის და გოშინია რომ არ მოიწამლონ ეს ძაღლები და იყო საუბარი იმაზე რომ ცოტა ხანი განვარიდოთ ძაღლები ტერიტორიას. ნუ იქ ბევრი ვიკამათეთ რომ ღირს არ ღირს როგორ მოიქცეთ და აი ეს გოგო რომელიც აბსოლუტურად აი ძალიან წინააღმდეგი ამ ყველაფრის მომწერა რომ რომელსაც აქვს ახლა ამისთვის რა ინფრასტრუქტურა რაღაცა თქვა რომ მართალია მე არ მომწონს იქ რაც ხდება მაგრამ მე მზად ვარ რომ ეს ძაღლები ხო მაი რაღაცნაირად მაინც ანუ იმის თქმა მინდა რომ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საერთო იმიტომ რომ იგივე ფისო მოყვარულთა ჯგუფში 200,000 კაცია ხო არ შეიძლება ყველა იყოს მაგალითად ესე იგი ის ვინც აქციაზე გამოვა არა მაგრამ სხვა გისმენს კითხულობს და იქ სადაც შეუძლია შენ მხარეს არის აი დააკვირდით აღარ ვეღარ ვგრძნობ მე რაღაც აი გადაფიჩინებას და იმიტომ რომ ეხა ეს ხალხიც ხომ ხედავს რეალურად სულ ფიქრობ რატომ უკეთებს ბიძინა ივანიშვილი აი საკუთარ ამ მომრჩეველს რატომ არ უტოვებს არც ერთ აი სულ პატარა საშუალებასაც რომ გაამართლოს ქართული ოცნების ესა თუ ის ნაბიჯი ხო აი მაგალითად ეხლა კაი ევროპისკენ მივდივართ და ეს ყველაფერი კაი გასაგებია ხო აქამდე ატყუა უცებ უნიშნავს პრეზიდენტად ყაველაშვილს ხო ეს ხო როგორი შეურაცხყოფელია ქართული ოცნების ამორჩევლისთვის რომ ჩემთვის სულ ერთია გინდა ყაველაშვილი და მართლა გინდა თავის ზებრა დაუდგამს იქა მაგრამ აი იმან როგორ უნდა გაამართლოს ეს ნაბიჯი რა უნდა იძახოს რომ ხო ყაველაშვილი აი რა უნდა თქვას ხო როგორი რთული გასამართლებელია ხო აღარ მართლა ხო რა ვიცი კი ნამდვილად ან როგორ უნდა გაამართლონ თუ კი აქ
აქამდე იძახდნენ რომ ესე იგი ორფეხით და როგორ ამბობდნენ ღირსებით მივდივართ აი ამ კობახიძის განცხადების შემდეგ რანაირად უნდა გაამართლოთ იმიტომ რომ ხლა 20-28-ში გავხსნიო და 20-30-ში 2 წლით ადრე ხალხი ქორწილს გეგმავს ხალხნო რა ევროკავშირში შესვლა 2 წლით ადრე რომ მე უცებ ესე იგი გავხსნი აი ატყუებს აი რაღაც არაფრად არ მიაჩნი ხართ ძვირფასო მეგობრებო თქვენს იმას რა ქვია ივანიშვილს რომლის აი ესეთი რაღაც რომელსაც უყურებ და რომელსაც გჯერათ მეშინია ბესმის შეიძლება დაგარწმუნდეთ რომ ომი დაიწყება მას თუ არ მისცემთ ხმას მაგრამ დაფიქრდით რა გააკეთა ჩამოგვაშორა ევროპას და დაგვტოვა პირისპირ რუსეთთან აბსოლუტურად აი საერთოდ შეიძლება იზოლაციაში მოვექცეთ და ომიც არ დასჭირდება რუსებს ისე დაეპატრონებიან აქაურობას ამიტომ რა ვიცი ისევ შეგონებით რა ვიცი შეიძლება აღარ აქვს აზრი მაგრამ აი მაინც იმიტომ რომ მე ხედავ ცოტა რაღაცა მორბილებას აი ამ ქორქოცებშიც რომ აი შეწუხთა და რეკავს და როგორ ახარ და ხომ შვიდობა გაქვს შენ ხომ არ მოვიდნენ ჯერ შენთან აი ესეთი მესიჯები მოდის და ამიტომ მე ვფიქრობ რომ მაინც ისინი ზღვარზე არიან აი მე მაინტერესებს ლევან აი შენ ამბობდი რომ აი ჩვენი აი ეს ყოველდღიური 7 წინააღმდეგობა არის აი რაღაცა ერთ-ერთი ალბათ პიკი არის კი აი ეს წინააღმდეგობის პიკი თუ ამისკენ მივდივართ ჯერ და შენ როგორი შეგრძნება გაქვს თუნდაც აი დავუშვათ ადამიანებისგან რომლებიც არ იყვნენ პროტესტის მომხრე მაგრამ ხო ანუ პიკი არ არის რა თქმა უნდა პიკში ვართ უბრალოდ კრიზისის ხო ეს შეიძლება თქო მაგრამ პიკი რამდენ ხანს გაგრძელდება რა ქედზე გავდივართ რა იმიტომ რომ სულ თავიდან რომ დაიწყო პროტესტი ვიღაცები ამბობდნენ რომ აი 3 დღეში სპეცრაზმი ვეღარ გაჩავს 5 დღეში სისტემა იშლება მაშინვე ყველანი პრინციპში ვინც დგევართ იქ არ როგორც წამოვეგეთ ამ ამბავს და ვთქვით რომ არაფერი არ იქნება ანუ ფუჭი იმედების დრო აღარ არის ფუჭი იმედები რა იმიტომ რომ სანამ შედეგი არ დადგება ფუჭი იმედის ფუფუნება არ გვაქვს უბრალოდ რა და არ ველოდებთ რა 5 დღე გავიდე ხა წავიდეთ იმიტომ ანუ ეხა ჯერ რომ ამბობს რა კობახიც რაღაც მოთხოვნა არ აქვს ძალიან კარგად ვიცით რა მოთხოვნა გვაქვს მაგრამ ისიც ვიცით რომ ამ მოთხოვნის რეალიზება რომ მოხდეს რაღაცები უნდა მოხდეს ამ ქვეყანაში და პირველ რიგში სისტემა უნდა შეირყეს სათანადოდ და დღესდღეობით ჩვენ ხედავთ რომ არის ამ ნიშნები და დაძრულია და უბრალოდ ვაცნობიერებთ რომ დღეს არ იქნება ერთ თვეში იქნება ორ თვეში იქნება პრობლემა არ აქვს ჩვენ აქ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში არ ვიხოცებით განსხვავებით ავტორიტარებისგან რომელსაც გონიათ რომ რატომღაც შეძლებენ სტაბილიზაცია სისტემი და მე რაღაც ზღაპრებში რო არის რომ იცხოვრებენ ეს სიცოცხლის ბოლომდე რა ვიცი ასადმა 14-ში დაასტაბილა თავისი სირია და კი ჩამოკიდეს მაგის ბიძაშვილი ახლა გუშინ წინ ხო საჯაროდ კი რა და თვითონაც ხა მოსკოვში ცხოვრობს ამიტომ არ არსებობს ნაწარმოების და მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად აქვე მაინც კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ ყველას ხო ოჯახის და მაგიტომ არის რა საინტერესო რომ ივანიშვილის პერსონაჟია თვითონ საინტერესო მაგაგებით იმიტომ რომ რეალურად მოაწყო ცხოვრება რომელთაც თვითონ ცხოვრობს ანუ ადამიანი რომელიც ამხელა ფულის პატრონი არის ჭორლას არ ვერჩი მაგრამ მაინც იზოლაცია ხო როდესაც იქიდან არ გადიხარ ქვეყნის გარეთ არ გადიხარ კი არა ქვეყანის შიგნით არ დადიხარ საერთოდ და ამბობ რომ ეს არის ჩემთვის რაღაცა კარგი ცხოვრება სიტყვაზე ეხლა მაგას გვიქადის ყველას რომ ჩვენც ჩავიკეტოთ აქ ვიყოთ რუსეთის ქოლგის ქვეშ და არ ჩვენ არ გავიდეთ ქვეყნიდან ვიზები არ იქნება ნუ იქ ან წავიდეთ და აღარ დაბრუნდეთ ან ვისაც კიდე წადით და არ დაბრუნდით ხო ამიტომ ჩვენ ამ ბრძოლაში ვდგევართ რაღაც პროცესი გვაქვს რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე ან ჩვენ მაგ ხალხზე ვართ დამოკიდებული რომელიც შიგნიდან უნდა შეიყვნენ და მაგიტომ არის ჩვენი მსხვერპლი ძალიან მნიშვნელოვანი და მაგიტომაც აი ეს თითოეული ადამიანი რომელიც დღეს უკანონოდ არის დაჩაგრული ნაწამები და ციხეში საპატიმროში არის ჯერ ამხელა იმედს ასხივებენ უბრალოდ რა ეგ მაგას როგორ უნდა მოუყვე დარწმუნებული ვარ თელის ლაჩრული ფილოსოფია როგორ არის ისეთ რომ ხო აქვს მაგრამ საკუთარი თავის და გამძლეობების აქვს რა და სინამდვილეში ხო ეს ქართული ოცნების ერთ-ერთი ღერძი არის ლაჩრობა ხო ანუ როგორც მდგომარეობა ადამიანის სულიერი ხო ის ამბობს რომ რა ვიცი 9 აპრილი ტყუილა იყო, უკრაინელები ტყუილა ეხოცებიან, იქით რა, ანუ ჩაგრული არის სინამდვილეში თვითონ დამნაშავე. აგვისტოს ომში ეს ბიჭები ტყუილა ჩაიხოცეს. გმირები არ გვყავს. ხო, აი ანწუხელიძე არ უნდა მომკვდარიყო, ანუ გმირი რა არის საერთოდ, რომელიც წინააღმდეგობას არ წევს, ან წინააღმდეგობა თუ არ არსებობს, რა თქმა უნდა გმირი არ გეყოლება, მაგრამ რახან გყავს, ის გმირი არის შესაძლებელი და არა ის რომ აი რომ არ ყოფილიყო, დრაკონი რო არ ყოფილიყო, პერსევსი არ იქნებოდა. გავიგეთ კი ბატონო, ხო, მაგრამ რო არის ეს დრაკონი, ანუ რა უნდა გავაკეთოთ, ხო? და აი ამ ლაჩრობა
მოვეფეროთ დრაკონს, შევწიროთ პერიოდულად ჩვენი შვილები და ვიქნებდა ცოტა ხანი თავი გაყვანებოს. ხო, ეგრე გვაცხოვრეს, რომ ეგეუნებიან, რომ იქ რაღაც 4-ზორია კი მოკლეს, მაგრამ ეხა ჯობია, რომ მაინც გავატყოთ, ხო, ან გინტურმა კი არის ეკლესიაში შევიდა ილოცა და ამაღლებული იდეა ქონდა, რის გამოც გარდაიცვალა, ხო, მოგვიკლეს თანამოქალაქე, მაგრამ ნუ აი მაინც ჯობია, რომ გავჩუმდეთ და არაფერი არ გავაკეთოთ და ეხა რასაც ხედავენ და თავისინები დააჯერეს, ეს რობოკოპების დაჯერებულები იყვნენ, რომ აქეთ არიან ვიღაცა ხალხი, ბავშვები, დარბი, აი უსეთყვი და გაიქცევიან და მიიღეს ბრძოლა ქალაქის ქუჩებში წინააღმდეგობა, რომელსაც არ ელოდებოდნენ უგაბედულესი და უაშკაცურესი რა. ბევრი ხალხი ვართ, ყველა სხვა ტემპერამენტი გვაქვს, მაგრამ წინარიგებს, ნუ როგორ არ უნდა აღფრთოვანდე იმით რაც ვნახეთ და როგორ არ უნდა აღფრთოვანდეთ აი პატარა ბავშვებით, რომელიც სასამართლოზე გაღიმებულების ხედან და დარწმუნებული ვარ ქოცებისთვის. აი აბა შეურაცხყოფილი კი არ არის. ყველაზე დიდი შოკი ეგ არის, რომ ეს რა ხალხი ყოფილა საერთოდ რა. და აი ჩვენ მე ეხლა უნდა გავაგრძელოთ ის, რომ ის ხალხი, ვინც დღეს ამ ეტაპზე ხელში ყავთ ჩაგდებული, მძევლად ყავთ აყვანილი მაგას დაკავება ნამდვილად აღარ ქვია. ტყუილა არ არიან და უცებად გამოვლენ, ანუ ჩვენ ვიცით ეგ რა, იმიტომ რომ შანსი არ არის, რომ რომელიმე შეგვიძლია დედებს მოусმინეთ საერთოდ, ხო? ანუ რაც კი დიადი ქონია ლიტერატურაში, ყველაფერი გაგვიცოცხლდა ჩვენ მხარეს და რაც კი უღირსი ქონია საქართველოს ისტორიაში, ყველაფერი გაცოცხლდა ქართული ოცნების მხარეს, ხო? ანუ ეს რაღაცა მლიქნელობა და რა გითხრათ, სუმდაბლობა და ასე შემდეგ, რა ვიცი, ზედსართავები რო ჩამოწერო, ყველაფერი იქით არის და აქეთ იღებ წერალი რო იყო და ამასინათ ღამე უცებ მეგობარმა დამირეკა, რომ გვართო შენთანო და ეს ახსახთან ახლოსო და დარბევა არისო და ამოდი, მისამართს არ დავასახელებ, ეცოდინება სულს ისედაც სადაც. და შემოვარდა 6 კაცი, რომელიც ესე შემთხვევით შეხვდნენ ერთმანეთს აქციაზე და მე ჩემი მეუღლის ფეხზე გაიხადა ყველა, შემოვიდნენ ღამის 3 საათზე, ხო, ანუ ესე კულტურულად და დავსხედით და ნუ დილამდე საუბრობ. სპექტაკლი იყო, რომ მე მივხვდი, რომ ეს სპექტაკლს უყურებ, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწეროს და 5 წელიწადში ვიღაცამ უნდა დადგას სპექტაკლი, როგორ სისხლიანად არბევს რეჟიმი და რაზე ლაპარაკობს ეს ხალხი, რომელიც ზის და ღამეს ათენებს უცხო ხალხი, რას უყვება, რას ელაპარაკება, როგორ ამხნევებს, ცოტა ხუმრობს, აი რა გითხრათ, რა ულამაზესი პატარა სცენა იყო, რომელიც მინდოდა რომ გამიზიარებინ. არ შანსი არ არის, რომ ამ სილამაზეს რაღაცა კი არა, ნუ რას ქვია, რაღაცა უდიდესი ზეგავლენა არ ქონდეს მთელ სისტემაზე, რა, ნუ გამორიცხული ამბავია და ლევანის აზრი მინდა გავაგზავნო ძალიან მოკლედ, რომ გუშინ წავიკითხე, გენშტაბის ყოფილი უფროსი გენერალ კაპანაძემ დაწერა ძალიან საინტერესო და მე მიფიქრე, რომ მნიშვნელოვანი დაკვირვება ამ მთლიან პროცესში, იმიტომ რომ ბევრი ვიდეო გავრცელდა, სადაც ვნახეთ, რომ იქ ყოფი ადამიანები ბარიკადებს მიღმა, ნიღბიანები, რაღაც დამუნათების ტონით, ამ რომ ჩვენ ვიბრძოდით 2008 წლის ომში და რამე რომ მოხდეს ჩვენ პირველი გავარდებით და ჩვენ დავიცოთ ხოლმე. მაგაში ხა ეჭვ შეტანას არ ვაპირებ არანაირად, იმიტომ რომ ჯერ არ ვიცი ნიღბის უკან ვინ დგას, მაგრამ ნუ რა მნიშვნელობა აქვს დარწმუნებული რომ ეგ ბიჭები მაგათი აბსოლუტური უმრავლესობა რამე რომ მოხდეს მართლა წავლენ და დაიცავენ ამ ქვეყანას, იმიტომ რომ მათი პროფესიული მოვალეობაც არის ყველაფერთან ერთად, მორალზე რო არაფერი ვთქვათ, მაგრამ ძალიან საინტერესო დაკვირვება ჰქონდა ადამიანს, რომელიც 2008 წლის ომის მონაწილე იყო და საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მაშინ გენშტაბის უფროსი არ ყოფილა, მაგრამ რა თქმა უნდა იღებდა ამ ყველაფერში მონაწილეობას. რა განსხვავება იყო ჩვენსა და რუსულ არმიას შორის რეალურად, ხო? იქით იყვნენ ადამიანები, რომლებიც ყველანაირი მორალისგან და იდეისგან დაცული თუ რატო იყვნენ ჩვენ ტერიტორიაზე შემოსულები და არც იცოდნენ რას აკეთებდნენ და ჩვენგან მიყავდათ ტყვეები. ეგეთ დროს დაიბადა ანწუხელიძე, დაიბადნენ ის შინდისის გმირები დაიბადებიან მაშინ, როდესაც მეორე მხარე არანაირ კანონს, არანაირ მორალს არ აღიარებს და ექცევა ტყვეებს ისე როგორც ექცევა. მეორე მხარეს ვიდექით ჩვენ საქართველოს შეიარაღებული ძალები, შემდგომ თავდაცვალები, რომელსაც ასევე არაერთი ტყვე ყავდათ. სულ 25, რომელიც ჩვენ ჩამოვაგდეთ, ის პილოტი გადარჩა, თითი არავის არ დაუკარებია და გადაეცათ უკან, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი მორალური კოდექსი და ასევე ვუნკურნალეთ და მერე გავუშვით უკან, გავცვალეთ ტყვეში, ხო? და ჩვენ გარდა იმისა, რომ მორალური კოდექსი გვაქვს, ასევე ვიცავთ კანონს და წესს. ის ადამიანები, რომლებიც ახლა ბარიკადებს მიღებდნენ, ტყვე დაყავთ ადამიანები და სკამებ გამოცდილ სამარშრუტო მანქანებში ფიზიკურად უსწორდებიან ქართველებზე არის საუბარი და მერე საუბრობენ იმაზე, რომ რუსებს რატო გვეძახითო. რუსებს იმიტომ გეძახიან, რომ იქცევით როგორც რუსები, როგორც ექცეოდნენ ანწუხელიძეს. ანწუხელიძეს ისე რო არ მოქცეოდნენ, როგორც იქცეოდნენ, იქ გმირობაც არ იქნებოდა, საჭირო იქნებოდა უბრალოდ ის, რომ ტყვე ჩავარდებოდა და თუ დაიცავდნენ ისინი მორალურ შოთავიდანებო იმ საერთაშორისო კანონს, რასაც ომის წარმოება ქვია და კონვენციებს არ იქნება, მაგრამ გმირები იბადებიან მაშინ,
როდესაც ერთი მხარე იქცევა ამორალურად. და პარავენ ხალხს ქურთუკებს და გოგონებს სამწაულებს. ამორალურად, როდესაც ამ ადამიანებს აკავებთ და იმიტომ ვეძახით იმ ადამიანებს გმირებს, რომლებიც ეხლა თბილისის ქუჩაში დგანან და თავის ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც საფრთხის ქვეშ აყენებენ და მე თქვენი პოლიციის კორდონი უნდა გაიაროთ და მე ბედის ანაბარა უნდა იყოს, რომ თქვენი მოქნეული რაღაც ხელკეტი იქნება თუ მუშტი მალას არ აცდება და შეიძლება საფეთქელში მოხვდეს და სიცოცხლე იქ არ დაასრულოს, სადაც თქვენ წაიყვანთ და ჩააგდეთ. აი ამიტომ გეძახიან ის ადამიანები რუსებს და არა იმიტომ რომ თქვენ ეთნიკური წარმომავლობა რაღაცა სხვა და ვინმეს ეჭვი შეაქრო თქვენ რაღაც 2008-ში იბრძოდით და მე მომავალს თუ დაჭერდა იბრძოდით ხო? არა, იმიტომ გეძახიან რომ ეგრე ექცევით ტყვეებს, ოღონდ ტყვეებს ექცევით, ქართველებს ექცევით, ეგრე და არა რუსებს. არც რუსებს არ უნდა მოექცე ეგრე, იმიტომ რომ თუ ხარ მორალური უპირატესობა თუ გაქვს და გინდა რომ გქონდეს, ეგრე არავის არ უნდა მოექცე, მათ შორის მტერს და თქვენ მოყვარს ექცევით, ეგრე თქვენ თანამოქალაქეებს ექცევით ისე როგორც ანწუხელიძეს ექცეოდნენ რუსები. აი მაგიტო გეძახიან რუსებს. თუ შეიძლება დავამატებ, აი შენ ახლა საუბრობდი, ხო? რეალურად ჩვენ ამ ადამიანების, ვინც გვცემენ სახეებს ვერ ვხედავთ და ნუ კი გავიგეთ ვინ არიან, მაგრამ არ ვიცით და მათ თქვათ ვერ ამოვიცნობთ. მაგრამ ძალიან კარგად ვხედავთ იმ პატრულს, რომელიც იქ დგას და არაფერს აკეთებს, რომელიც პირიქით იქ დგას და ეხმარება აი ამ დამნაშავეებს, ხშირ შემთხვევაში არა, თქვათ, ოფიციალურ სტრუქტურებს იქ არ მინდა ახლა სამართალდამცავებულ არამედ აი ეგრეთ წოდებულ აი ამ ტიტუშკებს ეხმარება და მათ აცილებს და აი ძვირფასო პატრულო მე დღეს მოწოდებების ხასიათზე ვარ როგორ ჩანს სანდროსავით გიმახსოვრებთ ხედავთ და აი ეს მუნდირი რომელიც რა ვიცი ეს პატრული რომელიც გმირი იყო რომელიც ყველას გვიყვარდა თქვენ საერთოდ დაკარგეთ ადამიანების ნდობა და ძალიან გაგიჭირდებათ ამ ნდობის აღდგენა იმიტომ რომ დღეს აი ისე და ჩემ თავში დავიჭირე ესა და ისე გაუბრაზდი საკუთარ თავზე იმიტომ რომ აი რომ გავივლი და რომ ხედავ პატრულის მანქანა სადღაც დგას ან იმ დღეს შემხვდა პატრული ყიდულობდა მაღაზიაში ჩემს რიგში იდგა და სახე მომეჭყანა და ზიზღით ვუყურებდი ადამიანს რომელსაც თქოს არაფერი დამიშავა მაგრამ როგორ არ დამიშავა როდესაც უღალატა მთავარს საკუთარ მუნდირს და საკუთარ რა ვიცი ხალხს ღალატობს ამიტომ რა ვიცი დაფიქრდით ძვირფასო პატრულო ვინც თქვენ გცნობთ სახეებზე იმად ვერ გცნობთ იმ ხარებას ნაგავი რაღაცა ბიომასას ვერ გცნობთ მაგრამ თქვენ ხომ გცნობთ თქვენ ხომ გიყურებთ და უკვე მართლა ამოცნობადია ყველა და აი ხა ლევან მახსენა და არ შემიძლია არ თქვა ის არაჩვეულებრივი ბიჭები ზვიად ცეცხლაძე და კიდე სამი რომელიც სისხლის სამართლით აქვთ დაკავებულები და რომლებსაც 6-დან 9 წლამდე აქვთ ესე იგი მუხლი მიყენებული ადვოკატი ყვებოდა არ ვიცი თქვენ ეთერში თუ სხვაგან რომ აი ეს ბავშვები რომ დაიჭრეს და რომ შევხვდიო და რომ ნუ გაიგეს რა სისხლის სამართლი ეს მუხლია ხო და თქვენს რომ ნუ არაუშავს სასამართლო ხო იქნება და იქ ჩვენ მოუყვებით რომ უდანაშაულოები ვართო. ანუ აი ამ ადამიანებს გულწრფელ ახალგაზრდა ადამიანებს კიდე ქონდათ რომ ჩვენ რაც არის სასამართლო. მაგრამ ახალგაზრდა ხარ ხო იმედი გაქვს და მაინც გჯერა კიდე ვერ უშვებ რომ შეიძლება ისეთი რა ვიცი დეგრადირებული იყოს ის ადამიანი ვინც უნდა განგსაჯოს ხო რომ ფიქრობ რომ სასამართლოზე ხო გაირკვევა სიმართლე და აი ამ მოსამართლეებსაც მინდა ახლა მივმართო თქვენს გიმახსოვრებთ და თქვენს გაგსჯიან ის მოსამართლეები მერე თქვენნაირები, როდესაც საქმეზე მივა, ამიტომ თქვენც მოეგეთ გონს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ ლევანს თუ აი ორი წუთი გვაქვს იქნებ ლევან მას თქვას ხო, არაფერი, უნდა შევაგულიანოთ ერთმანეთი. ეგ ამბავი არის, ანუ მტკიცე. და მე მაინც ლევანს მინდა ვკითხო, რომ აი ბოლოს რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენმა საზოგადოებამ უნდა გაითვალისწინოს. აი ყველაზე მთავარი რა არის, აი იმიტომ ჯერ კიდევ გრძელდება ეს ბრძოლა და მივდივარ და ყოველდღიურად რაღაცა მწვავდება. როგორ გავაკეთოთ ისე რომ რაღაცნაირად საბოლოოდ მივიდეთ იქამდე რაც ჩვენ გვინდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა არის რომ ანუ სამწუხაროდ ისე ორველი უნდა ვახსენო, სხვა გზა არ არის, მაგრამ ყველაზე მეტად რასაც სისტემა ურტყავს არის სიყვარული და ადამიანის შორის კავშირი, რაც სიყვარულზე დგას და ეხ სოლიდარობას როცა ვახსენებთ, ხომ სოლიდარობა არის მის საფუძველში დევს სიყვარული. სხვანაირად თუ არ გიყვარს, უბრალოდ უგულებელყოფ მინიმუმ ადამიანი უნდა გიყვარდეს, რომ უცხო შენთვის გახდეს სოლიდარობის ისა ხო ტარგეტი ასე ვთქვა და ჩვენაც უნდა გავაკეთოთ რაც ვაკეთებთ რუსთავაზე რომ ვიკრიბებით ხოლმე უცხო ხალხის პატარა ჯგუფი
ჯგუფები ერთმანეთში რაღაცებს ლაპარაკობენ, აზრებს ცვლიან, იცნობენ ერთმანეთს Facebook-ზე უმეგობრდებიან და გადასარევი ხალხი აღმოჩენებით ყოველ საღამოს იყო რომ აი ძმობა ერთობა ხო ანუ რაღაცა აი ეს ძმობის და დაძმობის რაღაცნაირი სულისკვეთება ტრიალებს და მაგ ემოციას გრძნობ და ეს უნდა მაგრამ უნდა ჩავეჭიდოთ ამას ჩვენ ახლა ვაგროვებთ ერთმანეთს იმისთვის რომ აი რაღაცნაირად ჯერ ხო გავატანინოთ მაგრამ კულმინაცია როცა იქნება და ის აუცილებლად ადრე თუ გვიან იქნება აი ხელი ხელს ჩაკიდებულები ვიყოთ მაგ მომენტისთვის და არ გამოვაგლეჯინოთ სისტემა რასაც ცდილობს არის ახლა რომ აი ვიღაცა დაიჭიროს მე ჩვენ თქვათ რომ აი ამის გამო მე ხა კი მიყვარხარ მაგრამ მოდი ვერ დავდგებია პირიქით არის სინამდვილეში მაგიტომ უფრო ქართული საზოგადოება წინავს ახლა რუსთაველზე იმიტომ რომ მეორე დღეს როდესაც ტიტუშკებმა რუსთაველზე გალახეს ჟურნალისტები მე ვნახეთ ჩემი მეგობრები მშობლებთან ერთად მაგალითად რა რომლებიც არ გამოდიოდნენ ანუ აი ეს ქართული დედის ინსტინქტი რომ რას ქვია ვინმე მხელი დააკაროს ჩემს შვილს აი ეს ინსტინქტი პირიქით ამოქმედ და რაც ანუ ხოცებს ალბათ ეგონათ რომ დაურეკავდნენ ეთქონ რომ აი ნახე რა ხდება უკან დაბრუნდი ანუ დედები გამოვიდნენ ქუჩაში გამოვიდნენ ძმები ბიძაშვილები ნათესავები უკეთ ქართლის დედა მარტო ეხლა ზუსტად სალომე ზუსტად ეხლა ვფიქრობდი რომ ყველა ძეგლი გაცოცხლდა თქო ჩემთვის მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა ძეგლი ესე იქნება და ამიტომ ხელი ხელს ჩაკიდებული დიდი ბრძოლისთვის ვემზადებით ვართ უკვე ამ ბრძოლაში და ჯერჯერობით მტკიცეთ ვართ და ესე უნდა გავაგრძელოთ სხვა გზა ძალიან დიდი მადლობა დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებ სალომე კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ესეთი არაჩვეულებრივი სტუმრებისათვის ოპტიმიზმი გჭირდებოდა ნამდვილად და დაგემშვიდობებით წარმატებებს გისურვებთ ჩვენს მაყურებელს შევახსენებთ რომ ეხლა ცოტა ხანში ირაკლი ბახტაძე ჩაგვერთება არა უკვე ჩარდ უკვე ყავს ხაზზე ირაკლი ბახტაძე რუსთაველის გამზირიდან აქცია იმართება მოგესალმებით ირაკლი მოგვიყევი ვის ამ მრავალრიცხოვანი მარშიდან რომელ მარშზე იმყოფები ახლა კი ბატონო, რუსთაველის გამზირი არის სრულად გადაკეტილი. შუადღეს ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა მოახერხეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გადაკეტვა და ეხლა გაჩვენებთ კადრში თუ რამდენი ადამიანი გამოვიდა დღესაც ქუჩაში მითვისებული და გაყალბებული არჩევნების გასაპროტესტებლად. სულ ცოტა ხნის წინ ამ აქციას შემოუერთდნენ დეველოპერები, თუმცა რესპუბლიკის მოედანზე ამ წუთებში არიან HR-ები და ტრენერები, რომლებიც ის მსვლელობით წამოვლენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ამ მყოფ მოქალაქეებს შემოუერთდებიან. თავდაპირველად 11 საათზე დაიწყეს შეკრება ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებმა და ამის შემდგომ იყო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით და ახლა ჩვენ რამდენიმე წუთი გავჩერდით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და როგორც ვხვდები, ისევ გრძელდება მსვლელობა სავარაუდოდ ისევ რესპუბლიკის მოედანზე გადავინაცვლეთ და უნდა აღინიშნოს ის რომ მეორე დღეა უკვე ტექნოლოგიის სფეროს წარმომადგენლები ახერხებენ რომ შუადღეს რუსთაველის გამზირის სრულად გადაკეტონ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს გავესაუბრები რომელიც იმყოფება ჩვენთან ერთად რა არის მთავარი მოთხოვნა დღეს რატომ გამოხვედით ოფისებიდან ქუჩაში რას ითხოვთ და რას ეუბნებით ხელისუფლებას გურგრილად უყურო იმ ამბებს რაც ხდება ჩვენთან ქვეყანაში უკვე მშვიდადაც ვეღარ მუშაობ ყველაფერზე მოქმედებს და მოთხოვნა არის ის რომ განთავისუფლონ უკანონოდ დაკავებულები და ჩატარდეს ახალი არჩევნები, იმიტომ რომ სჭირდება გადატვირთვა ამ ქვეყანას. კი ბატონო, ხელახალი არჩევნების ჩატარება და გათავისუფლდნენ ის პატიმრები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პოლიციელებმა რუსთაველის გამზირზე ძალის გამოყენებით დააკავეს და აქ ყოფი ადამიანები, ლუკა ვაჩვენოთ კადრი, აქ ყოფი ადამიანები თანხმდებიან იმაზე, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ბიძინა ივანიშვილმა მოიპარა და ის პოლიტიკა, რომელსაც მართველი პარტია ატარებს, მოქალაქეებისთვის არ არის მისაღები და თანხმდებიან იმაზე, რომ მნიშვნელოვანია ქუჩის პროტესტი, რომ ყოველდღიურად მოქალაქეები გამოვიდნენ ქუჩაში, გააპროტესტო ხელისუფლების რუსული პოლიტიკა და დღესაც აი თქვენ ხედავთ, სანამ 7 საათი დადგება და ოფიციალურად დაიწყება ქვეყნის მთავარ გამზირზე პროტესტის მე-16 დღე, მანამდე არიან ქუჩაში გამოსული მოქალაქეები და ახლა, როგორც გითხარით, ტექნოლოგიური სფეროსა და დეველოპერები არიან ამ ტერიტორიაზე, თუმცა სულ ცოტა ხანში HR-ები შემოუერთდებიან დღევანდელ აქციას. კიდევ ერთ მოქალაქეს გავესაუბრებით, რომელიც არის ახლა რუსთაველის გამზირზე, რა არის მთავარი მოთხოვნა, რისთვის გამოხვედით ქუჩაში, რას ეუბნებით ხელისუფლებას, ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც ფაქტობრივად ჩვენთან ერთად დგანან აქციაზე. ამის ძალიან კარგი მაგალითი იყო გუშინაც, როდესაც აქციის მონაწილეებს შემოუერთდნენ ჩვენი მეგობრები დასავლეთიდან. ყველას ერთი და იგივე რაღაც გვაწუხებს ახლა აქ ვინც ვართ. უბრალოდ ახლა დავიწყეთ ასე ვთქვათ დაორგანიზება სხვადასხვანაირად რა, ანუ სხვადასხვა ჯგუფები, აი როგორც IT სფეროს ხალხი ახლა ვიკრიბებით ეგრეთ ცალკე ფსიქოლოგები, ცალკე მსახიობები ასე შემდეგ და
ეს მე მგონი ბევრად უკეთესი არის, იმიტომ რომ აი წერტილოვანი დარტყმებით იქნება, თქვათ, აი ჩვენი ახლა თქვათ IT სფეროს წარმომადგენლები რო ვიკრიბებით, ეს უფრო მეც ეთყვის იმ ხალხს, ვინც ჩვენი კოლეგები არიან და ახლა თქვათ სადღაც ზიან და მუშაობენ რა. პრინციპში ეუბნებით ამ მოქალაქეებს რომ გამოვიდნენ ქუჩაში. IT სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სფერო საქართველოს ჩემის აზრით. შესაძლებლობებით და ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ IT სფეროს წარმომადგენლებმა თქვან თავისი სიტყვა. შენ ხარ ფრილანსერი, თუ ხარ IT კომპანია, თუ ხარ შუამავალი კომპანია, ნებისმიერი აუთსორსი კომპანია, მუშაობ უცხოეთზე ქართველებზე არ აქვს ხელობა. ნებისმიერი სახით რომ გამოხატო IT კომპანიამ რაღაცა პროტესტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა. აქციის ერთ-ერთ მონაწილეს უსმენდით. კიდევ ერთხელ გაჩვენებთ კარტში მოქალაქეების სიმრავლეს. რუსთაველის გამზირი სრულად არის გადაკეტილი და მე როგორც ხვდები, ახლა ისევ ბრუნდებით რესპუბლიკის მოედანზე, სადაც თავდაპირველად შეიკრიბნენ მოქალაქეები. მოთხოვნები არის ისევ უცვლელი. ეს არის ხელახალი არჩევნების ჩატარება და იმ პატიმრების გათავისუფლება, რომლებიც ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან და არიან პენიტენციურ დაწესებულებაში. ყველა ერთხმად თანხდება, რომ მოქალაქეები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სამართალდამცველებმა დააკავეს, მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ და ისინი პოლიტიკური ნიშნით არიან ახლა დაკავებულები. აქცია გრძელდება, როგორც თქვენ ხედავთ და ბუნებრივია ჩვენ მაყურებელს 3 საათიან გამოშვებაში უფრო მეც მოვყვები თუ სად გაგრძელდება მსვლელობა და იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც სულ ცოტა ხანში შემოუერთდებიან ტექნოლოგიის სფეროს წარმომადგენლებს, რომლებიც ამ წუთებში სავარაუდოდ რესპუბლიკის მოედნისკენ მიდიან. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. და იყო რუსთაველის გამზირი და დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა. ჩვენ ხანმოკლე რეკლამაზე გავალთ და რეკლამის შემდეგ დაგიბრუნდებით მარინა ბერიძესთან ერთად ძალიან საინტერესო და თქვენთვის საყვარელ სტუმრებთან ერთად ასე რომ დაგველოდებით.